ვისოლ ჯგუფში არიციან მიზეზი თუ რამ გამოიწვია აფეთქება მათი სუპერმარკეტ სმარტის ახალციხის ფილიალში. აქ ისევე როგორც შსს-ში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს მოკვლევა. აფეთქებამ დააზიანა როგორც სუპერმარკეტის შენობა, ასევე მიმდებარედ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და მაღაზია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. რა მოხდა? გთავაზობთ მოვლენების ქრონოლოგიას. რა მოხდა რომ გითხრათ ორი სიტყვით რა? დავიცი ბავშვებთან ვიყავი შვილებთან ერთად და ისა უცბად რაღაცა ბახდა აფეთქდა და ძლიერი აფეთქების ხმა ახალციხელებმა გუშინ დაახლოებით 11-ის ნახევრისთვის გაიგეს. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ხმა თითქმის მთელს ქალაქს მოედო. ჩვენს გადამღებ გუნდს ადგილზე უთხრეს, რომ აფეთქება სუპერმარკეტის მეორე სართულზე მოხდა და შემთხვევას მსხვერპლი და დაშავებული არ ხავს. აქვე გავარკვიეთ, რომ აფეთქების დროს მეორე სართულზე მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც სამართალდამცავებმა უვნებელი გამოიყვანეს. რაღაცა ხმაური გავიგე და გამოვარდით გარეთ და რა აფეთქდა და რა იყო ნამდვილად არ ვიცი. ზემოდან გავიგეთ ხმა და რავი ჩვენ გარეთ გამოვარდით. აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, სახლებს ჩამომტვრეული აქვს ფანჯრები, დაზიანებულია სახურავები, კარები და შიდა სივრცე. ერთ-ერთი დაზარალებული ხათუნა ჩოგოვაძე ჩვენთან ინტერვიუში საშიშ საცხოვრებელ გარემოზე მიუთითებს, რადგან მისი და მისი მეზობლების თქმით, სუპერმარკეტში აფეთქება რამდენიმე წლის წინაც მოხდა. თუმცა არა ამ მასშტაბის. აღნიშნულს უარყოფენ ვისოლ ჯგუფში. ეხლა გადავრჩით, მაგრამ ეს მეორედ აფეთქდა. მესამეთ რო კიდე რამე იყოს, მეოთხეთ რო კიდე რამე იყოს, ვინმე მომცემს იმის გარანტიას, რომ ჩვენ კიდე გადავრჩებით? ხო ვიღაცამ უნდა დაიცვას აი ამაზე გვაქვს საუბარი, თორე დამტროულ პლასტიკატზე კი არა და რაღაც ჩალეწილ, ყველაფერი აღდგება, ყველაფერი გაკეთდება. მაგრამ აი იმ შიშის ფაქტორი, რომ ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია, აი ეს ფაქტორი არ გვეხსნება. აი ამაზე უნდა იზრუნოს ვიღაცამ, ამას ვითხოვთ და ამას მოვითხოვთ. გარეთ გამოვედით, რომ ფანჯრები დაამტრია, შიფერი კრიშისა დაამტრია, ვაფშე არ ვიცი რა დღეში ვიყავით და რამკაც არის ჩამტრეული მან და სტეკლოები, დენის პროვოდები, ახა სულ ჩამბიცარი, ამოგლეჯებულია. რამ გამოიწვია აფეთქება და რამდენად არის დაცული როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე მომხმარებლების უსაფრთხოება. ჩვენ კითხვებით ვისოლ ჯგუფს დაუკავშირდით. აქ ვიდეო კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო მოგწერეს, რომ ამ დროისთვის არიციან, რამ გამოიწვია აფეთქება. ასევე გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს დაზიანებული სივრცეების აღწერა, რომ დაზარალებულებს ზარალი აუნაზღაურონ. მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ და როგორც კი გვეცოდინება დასკვნა სიამოვნებით გაგიზიარებთ გარდა შიდა უსაფრთხოების რეგულაციების დაცვისა, რომელიც კომპანიის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ახორციელებს, ჩვენ რეგულარულად გავდივართ გარე შემოწმებებსაც შესაბამისი სამსახურების მიერ, რომ მოვახდინოთ მსგავსი შემთხვევების პრევენცია. სმარტის შენობას რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა. თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, რეაბილიტაციაში და ინტერიერს ჩაუტარდა და სამუშაოები არ იყო შემხებლობაში იმ ტერიტორიასთან, სადაც აფეთქება მოხდა. დაიწყო თუ არა შრომის ინსპექციამ საკითხის შესწავლა, ამ კითხვებით უწყებას დაუკავშირდით. გვეუბნებიან, რომ შესაბამისი მითითებების გასაცემად ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას. დაიწყო თუ არა ექსპერტიზა მიზეზის დასადგენად. შსს-ში ვერ აზუსტებენ და გვეუბნებიან, რომ გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზაც არისო დაგეგმილი. მომხდარზე გამოძიება SSK-ის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.